მოგესალმებით ყველას, მედია კავშირი ობიექტივი და გადაცემა პროფესიონალები და საზოგადოება აგრძელებს თქვენთვის მაუწყებლობას. დღეს 30 მაისია და სულ რაღაც 3 დღეში 1 ივნისს ჩვენ გველოდება ულამაზესი დღე, ბავშვთა დაცვის დღე და ამ დღესთან დაკავშირებით ჩემი არაჩვეულებრივი პირველი ნაწილი გავყავით ჩვენ ორ ნაწილად გამოშვებისა და ჩემი არაჩვეულებრივი სტუმრები არიან პატარა ბავშვები. მოგესალმებით ბავშვებო, ანდრია მარგველაშვილი და ნიკოლოზ კვანტრიშვილი. ასევე ჩვენ ნიკოლოზმა თხოვა თავის ბიძას მუსიკოს, ყველასათვის ცნობილ, ძალიან ნიჭიერ მუსიკოს გიორგი მაზანაშვილს, რომ დაგვხმარებოდა. და ჩვენ ახლა გიორგი დაგვეხმარება, მოგვეხმარება მუსიკალურ გაფორმებაში. ეხლა მუსიკას. ეხლა შენ მუსიკას და ეხლა შენ უნდა დაუკრა ნიკოლოზ? კი. აბა მოდი დაუკარი მაშინ და გაგვილამაზე ჩვენი გამოშვება. კიდე? აჰა, всё, მორჩა. ძალიან კარგი, მადლობა ანდრია, მოგეწონა. ძალიან დიდი მადლობა. ანდრია, შენ რითი ერთობ ხოლმე სახში? კი, მე თამაშობ მანქანით. შენ მანქანით თამაშ, შენც ხო გიყვარს მანქანით თამაში? შენ მე ვიცი რომ მოტოციკლეტითაც დადიხარ, ხო? კი. აბა მითხარი, მომიყევი ერთი რითი ერთობი და მე მაინტერესებს ნიკოლოზ ვინ ასწავლა? ეხლა მოდის წინე. და მითხარი, მოდი ახლა ანდრიამ თქვას და მე აუცილებლად შენ, ხო? მადლობთ რომ შენ ასე კარგად დაუკარი. ანდრია, რითი ერთობი? ბურთკენწლავ. რას მელაპარაკები? შენ ფეხბურთელი ხო არ უნდა გამოხვიდე? ხო და აი ანდრია მარგველაშვილის სახით ძალიან სერიოზული ფეხბურთელს მიიღებს პლანეტა, ჩვენი დედამიწა. და შენი საყვარელი ფეხბურთელი ვინ არის? რონალდინიო. აჰა, შენი საყვარელი ფეხბურთელი? აი. ვინა? გარეთ. გარეთ თამაშობ ხოლმე, ხო? შენ ვიცი, კიდე პატარა, ჯერ მითხარი შენ რამდენი წლის ხარ ნიკოლოზ? 4. 4-ის ხარ? ძალიან დიდი ბიჭი ხარ. შენ ვიცი მე რომ ძალიან პატარა იყავი, უკვე იცოდი რამდენიმე ქვეყნის დედაქალაქი. მითხარი, აბა ჩვენი საყვარელი, ჩვენი ულამაზესი საქართველოს დედაქალაქი რომელია? თბილისი, ყოჩახ. რუსეთის დედაქალაქს ხო არ მეტყვი? ოღონდ არ მომკლათ ახლა, დედაქალაქი არის რუსეთის, რა ვქნა. საფრანგეთის დედაქალაქი? პარიზი. ანდრია, შენ ბაღში დადიხარ? კი. და რას აკეთებ ხოლმე იმ ბაღში? რითი ერთობი? კუბიკებით. კუბიკებით რას აწყობ ხოლმე? სახლებს აწყობ? კი. ნიკოლოზ, შენ გიყვარს კუბიკებით თამაში? არა, მანქანით. მანქანით? შენ ბურთითაც ხო თამაშობ ხოლმე? კი. გიორგი, მოდი ახლა მითხარი რა წელიწლის იყო ნიკოლოზი, რომ იგი აზიარე ამ ულამაზეს ინსტრუმენტს ფანდურს. კატას ვიცი მე. რა იცი? კატას ვიცი მე. შენ კატები გიყვარს, მეც მიყვარს ფისები, მე სხვათა შორის სახლში წყავს პატარა ზოლი. ისუნია კატა. ლექსი უნდა თქვა. აბა გისმენ, მერე ფისუნია კატა, მერე. ბადაზე ასკა. რას მელაპარაკები? მერე რა გააკეთა? ვაზა გაბუტავდა. მერე ვინ გააბრაზა? ნინო გააბრაზა. ფისუნია კატა, ნინო გააბრაზა. ყოჩახ, ნიკოლოზ, ძალიან მაგარი ხარ. დედიკოს რა ქვია? ნინო. აბრაზებ ხოლმე? ისე რა, მე ვიცი რომ შენ ირაკლი მამიკას. მე თამაშობ მანქანით და გოლით. ყოჩახ. საათი სადაა? ნახე რამდენი საათები არ გამაგიჟო, საათი სად არის სტუდიაში? კი. რამდენი, რომელი უფრო მოგწონს? 2-3. რომელი მოგწონს? 1 2 3 4. აი ესეთი ლამაზი სტუდია გვაქვს შენ.
ანდრია, გეხოცები მომიყევი ცემში როგორ ეხმარები ხოლმე შენ ირაკლი მამიკოს. რასაკეთებ? ხორბლის 1000 ზღვაში 1. რას მელაპარაკები მერე? კიდე ხო აცხობ ხოლმე პურს? კი? ვაშლის ხერო გაიზარდა იმას რას უშვებოდი შენ? წყალს ხვას ხამდი ზაფხულში თუ ზამთარში? ზაფხულში. წვიმიან ამიჩი სასხავდი? კი. რას მელაპარაკები წვიმიან ამიჩი რა თუნდა წყლის დასხმა? თვითონ ასხამს. ხოჭა, თვითონ წვიმას ხავს. რა ფერი ვაშლებია იმ ხეზე? მწვანე და ან წითელი. აი მე და შენ მერე ადიოდი და შენს უსაყვარლეს დაიკოებს უკრებდი და აძლევდი, ხო? ეხლა მითხარი შენი დაიკოების სახელები ჩამომითვალე. ანა ბარბარე, ქეთო. ანა ბარბარე, ქეთო და რასაკეთებთ ხოლმე ერთად? ერთად სამაგიდო თამაშობთ. აუცილებლად დაგიბრუნდები. გისმენ, ჩემო ნიკოლოს, შენი ძამიკოს სახელი მითხარი. გიყვარს ძალიან და შენ ახლა მითხარი ჩართული. კი, ჩართულია ანდრია. მაგას ვინ გაბედავდა ეხლა რომ შენთვის არ ჩაერთო მიკროფონი. ჩართულია. აბა შენ მითხარი ნიკოლოს, შენ ძამიკოს რა ქვია? ძმას რა ქვია? ნოე. და რასაკეთებთ ხოლმე შენ და ნოე ერთად? თამაშით. როგორ თამაშობთ ნიკოლოს, მითხარი? ნიკოლოს, შენ ფანდური ძალიან გიყვარს? კი, მიყვარს. და ბაღში ხო დადიხარ? კი. და ბაღში შენ ბევრი მეგობარი ყავს? ნია. გოგოები უფრო ბევრი არიან თუ ბიჭები უფრო ბევრი ხართ? ის გიში გოგო, აი ბაღში. რას მელაპარაკებ? ნერვებს გიშლის ვინმე? რატო როგორ გიშლის ნერვებს? როგორ გიშლის ნერვებს? ეხლა ბაღშია? და როგორ გიშლის ხოლმე ნერვებს? რას გეუბნებს? იმის. რას გეუბნება? რას არ გისრულებს მითხარი? ჩვენ ხوار დაველაპარაკოთ იმ გოგოს. კი, რა ვუთხრათ? ბიჭი. რა ვუთხრათ? ჯიო მოი. ვაიმე შენ მასე ეტყვი? არ გინდა გოგოსთან ძიას მიყვანა, არ გინდა. გოგოსთან ეტყობა შეიძლება მოწონხარ იმ გოგოს, იცი და იმიტომ გიშლის ნერვებს. გიში გოგოს. არა, გიში გოგო არა. არა, ყველა გოგო გიში კაია. გოგო რა არის? კაი, ყველა გოგო კაია, ხო? თქვენთან გოგონები უფრო ბევრი არიან თუ ბიჭები უფრო ბევრი? გიში გოგო ამიტომ. რა თქმა უნდა, გოგოები. რა თქმა უნდა, გოგოები უფრო ბევრი არიან. რატო რა თქმა უნდა? აბა ბიჭები. რატო? ანუ ზოგადად გოგოები უფრო ბევრი არიან? ბატონო. მე მიყვარს ინის. ვინ? ჭამად. რისი ჭამა გიყვარს შენ? კატლეტი. კატლეტი? ო, მართლა? ძალიან კარგი. შენ რა გიყვარს ახლა? ეხლა მონიშნა. გო? წოდი. შენ წადი გიყა. შენ წადის შეწოცხო იცი. ეხა მოდი, შენ ხო ჭამა გიყვარს. ეხა ნახე ნიკოლოს, მოდი ეხა მოვაყოლოთ ანდრიას როგორ აწყობს პურს. კი. მოდი მოვაყოლოთ ანდრია ხეხოწები მოყევი როგორ აწყობს პურს. ხორბალისგან. კი, აი მე აი ცომი უკვე დაფქვილი ცომი, ესა ბოდიში დაფქვილი ფქვილი, ჩაყარე აი რაღაცაში. ცომისგან. მე გავჩუმდები, იმიტომ მე არ ვიცი რა ხდება. ხო და ეხა ანდრია მოგვიყვება როგორ ხო ვიცი მე როგორ აწყობ რასაკეთებ მაინტერესებს აი მაყურებელს აინტერესებს და მოუყევი პურს ვაკეთებ ხოლმე მაგისი ქვილით აი ჩაყარე ფქვილი მე დაასხი წყალი მე ცოტა დავასხი ის შაქარი მე ცოტა ზეთი აჰა და მე ცოტა ფქვილი ოჩა შენ მითხარი კვირაობით სად დადიხარ ხოლმე? ეკლესიაში? ეკლესიაში და მე მახალი. ვინ არის შენი მოძღვარი? ბაბუ, რა ქვია ბაბუს თქვათ? მამა მიქაელი. ხო? შენი მოძღვარი ვინ არის? მე ტაპან მიყვარს. მამა გიორგი ხო არის შენი მოძღვარი? ჭამა გიყვარს? ჭამა მიყვარს. ეხლა მოდია.
შენ ნიკოლოზ შენ ხო დადიხარ ტაძარში ეკლესიაში ხო დადიხარ კი მა წმინდა ზიარებას ხო იღებ ხოლმე დავდედა ხო და შენ მოწყობს ქვია მამა გიორგი პავლოვი ხო კი ხო ანდრია აი რომ მიდიხარ მე სახში რასაკეთებ ხოლმე კვირაობით ფეხბურთს თამაშობ ბარბარესთან ერთად ბარბარე თამაშობს ფეხბურთს რა მაგარია და რომელი უგებთ ხოლმე შენ უგებ ძალიან კარგი მოდით ახლა თქვენ მითხარით აი ნიკოლოზ შენ რო გაიზდები რა უნდა გამოხვიდე ბურთითმენი ახალი სიტყვა ბურთითმენი ესე იგი შენ ფეხბურთელი უნდა გამოხვიდე თუ კალათბურთელი ახალი ბურთით ანუ თავარია ბურთი იყოს და არა აქვს ნიშნობა რა გამოხვალ კარგი ძალიან კარგი შენ რა უნდა გამოხვიდე ფეხბურთელი მაგას გავუშვი ცოტა ხანი ხელი რომ გაიგოს საზოგადოებამ რა სიძახი ხო ფეხბურთელი უნდა გამოხვიდე და როდის აპირებ ფეხბურთზე შესვლას ეხლა რა სპორტზე დადიხარ ცურაზე აუ რა კაია და თავისუფლად ცურა კი შენ სიმღერა ქართულ სიმღერა აი გიორგი ამ ნიკოლოზის ბიძა არის ქართული ხალხური მუსიკის მესვეული მუსიკოსი ნახე ფანდურზე უკრავს ყველანაირ საკრავზე უკრავს და არაჩვეულებრივად მღერის აბა შენ მე გამოსე დოხლეზე ხო უკრავს გარმონზე და დოლზე კი გარმონზეც უკრავს და შენ გარმონზეც უკრავ გარმონი რატო არ მოვიტანეთ ბატონო ბიძა არა ბატონო ბიძა მხოლოდ ფანდურზე უკრავს ამ ეტაპზე და გარმონზე არა რამდენიმე სხვა ნიკოლოზი ხო უკრავს გარმონზე ნიკოლოზი კი ბატონო და რატო არ მოგვიტანეთ ბატონო ბიძა არა უშავ შემდეგ გამოშვებაზე აუცილებლად მაგსახში მე ვიცი შენ ჩემთვის რამდენჯერ დაგიკრავს და გიმღერია ვიდეო თვალით ანდრია მითხარი შენ სად დადიხარ სიმღერაზე მართვეში დადიხარ რა მაგარია და ვინ არის შენი პედაგოგი ხელით გეხოცები მიშოა შენი პედაგოგი არა აბა ისე ხო გიორგი შენ ვინ დადიხართ მე ვიცი შენ მეგობრებთან ერთად დადიხარ არა მარტო დადიხარ დათუნაც ხო დადის დათუნა არ დადის და სიმღერებს სწავლობ თუ ინსტრუმენტზე დაკვრას სიმღერას შენ ვიცი სიმღერა აი ერთი სიმღერა ხო არ გახსენდება რაც შეიძლება რომ ეხა გვიმღერო არა აი უბრალოდ სახელწოდება რა მითხრა რა არა იმისი სიმღერების აი რა შეიძლება მრავალჟამიერი ისწავლეთ მრავალჟამიერი ისწავლეთ ხო რა მაგარია ნიკოლოზ რა გინდოდა შენ რისი თქმა გინდოდა ჩემთვის მე მუსიკა მიყვარს შენ მუსიკა შენ კლასიკური მუსიკა გიყვარს შენ ბალეტზე რო იყავი ვინც ეკავდა მაშინ ვინ ხო ბალეტზე რო წამოგიყვანეს გიორგიმ და ნათიამ ვის ცეკვას უყურებდი გახსოვს გახსოვს ლურჯ კაბებში რო იყვნენ გოგონები და ძალიან რომ მოგეწონა ეს რა ქვია ამას ხო ის კი რა ქვია აბა შენ უთხარი რა ქვია ხო შენც ხო იყავი არ გადავარდე შენც ხო იყავი ვიცი ორივეს გიყვართ ქართული ხალხური მუსიკა ეს არის მშობლების დამსახურება და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის ანდრია გადამივარდები მაგიდან ნუ გააჩერეს კამი ძალიან დიდი მადლობა ამისთვის ირაკლი მარგველაშვილს ნინო ბეჟანიშვილს მამა მიქაელ წურწუმიას ნანუკას ჩვენ უსაყვარლეს შიოლაშვილს მაიკოს და ყველას ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ ნიკოლოზ ასე უყვარს ქართული ხალხური სიმღერა და ასე ამასაკში ასე არაჩვეულებრივ აკორდებს იღებს დიდი მადლობა ნათია მაზანაშვილს ასე გავხსნი ახლა კარტებს ჩვენი ნათია მაზანაშვილის უფროსი შვილია ნათია მაზანაშვილს გიორგი კანტრიშვილს ჩემ გიორგი მაზანაშვილს ნინოს და ნუ აი ორივე მხრიდან არაჩვეულებრივი ბებიები გყავთ ბავშვებო და ბაბუები არმენ მარგველაშვილს და ასე შემდეგ მე ხა ჩემ
სიყვარულეს სტუმრებს 1-5 წუთით, 3 წუთით დავემშვიდობები და ასევე არაჩვეულებრივი სტუმრების თანხლებით დაგიბრუნდებით. ნიკოლოზ კვანტრიშვილი, ანდრია მარგველაშვილი იყვნენ ჩემი გამოშვების პირველი ნაწილის სტუმრები. დიდი მადლობა ბავშვებო. მითხარი რისი თქმა გინდა? დოლზე. აუცე მე შენ გპირდები. გარმონზე, დოლზე, ანდურზე გპირდები რომ მოხვალ შენ მაგ ინსტრუმენტების თანხლებით. ბავშვებო, მოდი დავემშვიდობოთ ეხა მაყურებლებს, ხო? ეხლა კარგით, ძალიან დიდი მადლობა. ეხა მე თქვენ დაგემშვიდობებით ბავშვებო და თუ შეიძლება გაუშვათ ის პატარა ვიდეო ჩანახატები. ზოგადად მე მინდა, კი, თქვენ შეგიძლიათ ადგეთ და სხვა ბავშვები ჩამოიყვანოთ. მე მინდა გითხრათ რომ აი ხა ჩვენ რასაც ვუყურებთ, ესენი არიან და მამიკოებმა სულ ცოტა ხანში თქვენ ნახავთ თქვენ შემოგიერთდებიან ასევე არაჩვეულებრივი ბავშვები ასევე არაჩვეულებრივი ბავშვები და იმას რაც შეეხება ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით ალბათ რამდენიმე ლოკაციაზე რამდენიმე ადგილას იქნება უამრავი უამრავი კონცერტი გაიმართება უამრავი კონცერტი და ჩვენი ლამაზი სტუდიები ბავშვების თანხლებით მოგვიწყობენ ძალიან საინტერესო სანახაობებს, რომლითაც მადლობა უფალს, რომ თბილისი ყოველთვის არის ხოლმე დახუნძლული. რაც შეეხება ჩემი გამოშვების სულ რამდენიმე წუთში დავიწყებ ახლა გამოშვებას შემდეგ სტუმრებს ესენი იქნებიან ოდნავ უფრო მოზრდილი თაობის წარმომადგენლები. მე სპეციალურად ვთხოვე ძალიან პატარებს და შემდგომ ოდნავ უფროსებს რომ ესე გაელამაზებინათ ჩემი სტუდია, თუმცა თქვენ კარგად იცით რომ დიდებიც ბავშვები ჩემთან ხშირად არიან ხოლმე. მოგესალმებით ბავშვებო, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ რომ მოხვედით ჩემთან და ჩემი პირველი განყოფილების მეორე ნაწილის სტუმრები არიან ლიზა ანჯაფარიძე, მარიამ ანჯაფარიძე, ლუკა ურუშაძე. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ ჩემთან ხართ. მოდით აბა ლიზა დავიწყოთ იმით რომ შენ ძალიან გიყვარს მუსიკა. ზოგადად ჩემთან დღეს ვინც იყავით ბავშვებო არიან ყველას ძალიან უყვარს მუსიკა. ლიზა შენ რამდენი წლის იყავი პირველად რომ დაიწყე სიმღერა? პირველად რომ იმღერე? პირველად ვიმღერე 4 წლის რო ვიყავი საქანელა. მართლა? ძალიან ლამაზი სიმღერაა. და ვისთან ერთად იმღერე? დედასთან. დედიკოსთან ერთად, ხო? მარიშუკა, შენ რამდენი წლის იყავი პირველად რომ იმღერე? ალბათ 2-3 წლის. რას მეუბნები და პირველი სიმღერა რომელი იყო, მარიამ? მის ედელვაისი. ედელვაისი იყო? დღეს არ გვიმღერებ ედელვაის, მარტო ლიზა გვიმღერებს? მარტო ლიზა. ლუკა, შენც გიყვარს სიმღერა, მე ვიცი, ხო? მაგრამ არ დადიხარ ეხა სიმღერაზე. და რაზე დადიხარ, გამახსენე? ცეკვაზე. შენ ცეკვაზე დადიხარ. ჩოხა გაცვია ხოლმე, ხო? კონცერტები ჯერ არა მაქვს. ჯერ არა გაქვს? როგორ წარმოგიდგენია? ლუკა ურუშაძე რომ ჩაიცვავს ჩოხას. რაღაცა ჩოხა ხო არის ძალიან ქართული სამოსი. არა, კავკასიელების სამოსია, მაგრამ ჩვენი ქართული ჩოხა კიდე ხო სხვა დეტალებია, რაღაცები ზუსტად სამწუხაროდ არ ვიცი. შენ აუცილებლად გასწავლიან მაგას, იმიტომ რომ ცეკვაზე მისულ ბავშვს ყველას ასწავლიან და როგორ ელოდები ჩოხით შემოსვას? როგორ ელოდები ჩოხის ჩაცმას? რა გონია? ძალიან მიხარია და ძალიან
სუსხანაერი განწყობა შემოაქვს ადამიანის ცხოვრებაში ალბათ, ხო, ჩოხას. კაი, ლიზა, შენ რომ იყო დავშათ, აი ბავშვებო, სამივეს გისვათ ამ შეკითხვას. თქვენ რომ გაიზრდებით და რომ გახდეთ, იყო აი ლიზა შენ რომ იყო ქალაქის მერი. მითხარი, როგორ რა დღესასწაულს მოუწყობდი ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით ბავშვებს? სატკბილეთის ქვეყანას გავაკეთებდი და ბავშვები შეჭამდნენ ტკბილეულებს. ძალიან დიდი მადლობა. მარიამ, შენ? მე ერთ ადგილს ავაშენებდი. საბავშვო პარკის ავით იქნება და ყველა ბავშვს უფასო ნაყინი და ბამბის ნაყინს ვაჩუქებდი და საჩუქრებიც. აიმე, ყოჩა. ლუკა, შენ რას მოიფიქრებ? აბა მითხარი. მე მაგალითად აი შენ რა გინდა, როგორ გინდა, რომ აი პირველში არის ბავშვთა დაცვის დღე. აი რა გინდა, რომ მოხდეს ამ ბავშვთა დაცვის დღეზე? რომ გავერთოთ, ნაყინი ჭამოთ. აი როგორ უნდა გაერთო მაგალითად? მაგალითად სადმე წავალ ბუნების წიაღში, ხო? გიყვარს ბუნების წიაღში გასვლა? და რას აკეთებთ ხოლმე? ხშირად გადიხართ ხოლმე შენ დედიკოსთან, მამიკოსთან, ძამიკოსთან ერთად? სხვათა შორის ლუკას ძამიკო უნდა ყოფილიყო კიდე დღეს ჩვენი სტუმარი, მაგრამ ნუ გარკვეული საპატიო მიზეზების გამო დღეს დავითი ჩვენთან ერთად არ არის, მაგრამ მე პირობას გაძლევთ, რომ აუცილებლად დავით ურუშაძე თავისი ინსტრუმენტის თანხლებით იქნება მომავალში ჩვენი სტუმარი. ლუკა, მითხარი, აბა რას აკეთებთ ხოლმე რომ გადიხართ ბუნების წიაღში? სიწყნარი არის ძალიან ჩიტების ჭიკჭიკი? კი. აი რა გიყვარს ბუნებაში, მითხარი? იქ მდინარე რომ მოჩუქჩუხებს ის. მდინარე რომ მოდის ხე. ჰაერი როა, კაი. ოჩახ? და კიდევ ჩიტები რო დაფრინავენ. აი ესეც ჩვენი პასუხი ალბათ, ლუკა. იმის თაობაზე, იმასთან დაკავშირებით, წეღარო დავსვი შეკითხვა, რას გააკეთებ, შენ რომ თბილისის მერი გახდები, რას გააკეთებ ბავშვებისთვის და როგორ მოუწყობ ბავშვთა დაცვის დღეს მეთქი. ეს შეკითხვა რომ დავსვი, მოდი, აი ზუსტად მასე გაუკეთე. ხო? აიღე ერთი სივრცე, იყოს იქ აი ეს ჩიტები, იქ მანქანების გამონაბოლქვი რო არ შედიოდეს, მოჩუხჩუხებდეს წყარო. მადლობა ღმერთს, ჩვენ ისეთი ფუფუნება გვაქვს მაგ მხრივ, რომ წყალიც ყველგან არის ამ ჩვენ დალოცულ საქართველოში და ჩიტების ჭიკჭიკი ხო არის და არის, ხო? კარგი, რო გაიზრდები რა გინდა რომ გამოხვიდე? მოცეკვავე. კიდე? ნუ მომღერალიც. მართლა? აი რატო გინდა რომ მოცეკვავე და მომღერალი გამოხვიდე? ცეკვა ძალიან მომეწონა რომ შევედი ცეკვაზე. სიმღერაზე უნდა შევიდე. ნახე, ყველა ქართულ ცეკვას თავისი ლამაზი ისტორია გააჩნია, ხო? აი ხა რა ცეკვის ილეთებს გასწავლიან შენ? თიულური, აჭარული, სვანური. უკვე დაიწყეთ? სვანეთში ნამყოფი ხარ? არა. არა, ხო? ლიზა, შენ რა უნდა გამოხვიდე რომ გაიზრდები? მე პედიატრი და მომღერალი. უიმე რა კარგია. თითქმის ჩვენთან, მე მგონი თითქმის ყველა ექიმი მღერის, ხო? და ზოგადად ყველა ადამიანს იქნება ეს ექიმი თუ ხელოვნების სხვა სფეროს წარმომადგენელი, აქვს გარკვეულად ნიჭი ხელოვნებაში, ხო? ხო და აი შენ ასეთი ნიჭიერი ხარ შენ სიმღერაში და ოჩახ რომ უნდა გამოხვიდე ექიმობა რო გაქვს არჩეული. ლიზა, შენი წინაპარი სოფლიო მნიშვნელობის მომღერალი ზურაბ ანჯაფარიძე ყველასთვის ცნობილი და ყველასთვის საყვარელი როგორც პიროვნება და როგორც მომღერალი. აი თუ უსმენ ხოლმე ხშირად ზურაბ ანჯაფარიძის ჩანაწერებს? ვუსმენ. შენ მამიკოს აქვს, მე როგორც ვიცი, შენ მამიკოს აქვს გაკეთებული პატარა ზურიკო ანჯაფარიძეს არქივი, ხო, მთლიანად და ბებოს აქვს მარინას კიდე, ხო, გაკეთებული არქივი.
და აი რა შეგრძნება, აი რას გრძნობ ხოლმე, როდესაც ბაბუს ნამღერს უსმენ? ზოგჯერ ცემი წამომდის, მაგრამ ძალიან მომწონს. ძალიან და ეს ცრემლი სიყვარულის ცრემლია, სიხარულის ცრემლია და დანანების ცრემლია, რომ დღეს ჩვენს გვერდით აღარ არის, ხო? მარიამ, დედიკო არის კომპოზიტორი და წერს ულამაზეს მუსიკებს. შენ თუ გიცდია ოდესმე მუსიკის დაწერა? არა. არა? და აი დედიკო რო წერს ხოლმე უსმენ? კი. და რასაი რა ხდება მაგ დროს? შენში? ძალიან მიხარია, რომ ასეთი დედა მყავს. და თავისი დაწერილი ისინი ძალიან ლამაზია. დიდი მადლობა, მე რისი თქვა გინდა? ხო, ლამაზია და მომწონს. ძალიან კარგი. ლუკა, უკაცრავად გალობას ასწავლის შენი დედიკო. შენ გალობ? კი. დიდი ხანია უკვე? და სად? მამა დავიცე შენ? თათრი მამა დავიცე, ხო შენ? და ლუკა, მე იცი რა მაინტერესებს, შენ რომელი გირჩევნია? ჯერ მითხარი წიგნების კითხვა გიყვარს თუ არა? და წიგნთან უფრო დიდ დროს ატარებ თუ კომპიუტერთან ან ტელეფონთან? ტელეფონთან. არ გინდა ტელეფონთან, ძალიან კარგი ბიჭი ხარ, ნახე როგორი კარგი ბიჭი ხარ, არაჩვეულებრივი მშობლების შვილი ხარ და გიყვარს წიგნების კითხვა. შენ ხა ეცადე რომ უფრო მეტად წიგნები იკითხო ხოლმე და კი, ტელეფონი აუცილებელია, მაგრამ რაღაც აუცილებელი ინფორმაციის მოსაძიებლად, ხო? და წიგნი მაინც სხვა ხიბლი აქვს ადამიანისთვის იმას, როდესაც უჭირავს წიგნი და იმას კითხულობს. და კიდე მართლა გეუბნები, უფრო დიდხანს გამახსოვდება და უფრო დიდხანს მიყვება. აი ხა ბოლოს ხო არ გახსოვს რა წაიკითხე? და სკოლაში რომელი საგანი გიყვარს ყველაზე მეტად? მათემატიკა. მართლა? ნახე, მე მეგონა ეხა მეტყოდი ან ქართული ლიტერატურა, ან ინგლისური, ან რაღაცა უცხო ენები. ისეთი ისა გაქვს. ძალიან კარგია მათემატიკა რო გიყვარს. ლიზა, თქვენ უფრო დიდები ხართ ლუკაზე, ხო? კომპიუტერი თუ ტელეფონი? ой, მე მაპატიე, კომპიუტერი თუ წიგნი? წიგნი. წიგნი, ხო? დიდი ხანია დაიწყე წიგნების კითხვა. პირველად ვინ შეგაყვარა წიგნი, ვინ გიკითხავდა წიგნებს? მარიამ ჩემდა. მართლა მარიამ, ყოჩახ, რამდენი წელია თქვენ შორის სხვაობა? 3. აჰა, და შენ რა უნდა გამოხვიდე? მოდელი ან ოპერის მომღერალი. ყოჩახ. აბა ხა შენი აზრით მაინტერესებს ინტერნეტთან ურთიერთობისა და წიგნის სიყვარულის შესახებ. ნუ მე ორივე მირჩენია. ანუ ხო, ორივე ერთნაირად თუ რომელიღაცა უფრო მეტად? წიგნი, რადგან მე რო წერს ზღაპრებს ძალიან მეხმარება ეს წიგნები. ხო, შენს მიერ დაწერილი ზღაპარი ჩვენ ერთხელ წავუკითხეთ, ხო? მაყურებელს, ხო? თქვენ მოსმენილი გაქვთ მარიამის მიერ მარიამი წერს ძალიან ლამაზ ზღაპრებს. შენ წერ ამეს? როგაიზდები დაიწყებ წერას, იმიტომ რომ ყველა ადამიანი რაღაცას წერს და მარიამის მიერ დაწერილი ზღაპრები რო წავიკითხეთ, მე სხვათა შორის ერთმა ადამიანმა თქვა რომ ამ ზღაპარი რომ იყოს ზღაპრის მიხედვით გავაკეთოთ პატარა სპექტაკლიო და გავაკეთოთ. ლუკა, ხო ჩაერთვები? კარგით, ბავშვებო, ჩვენთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა. მე ვიცი, რომ ლიზას პატარა ლამაზი საჩუქარი აქვს ჩვენთვის და მოდი ახლა გისმენთ ლიზა. Edelweiss, every morning you greet me, small and white, clean and bright, you look happy to meet me. Blossom of snow, may you bloom and grow, bloom and grow.
უღრმესი მადლობა. მარიამ ანჯაფარიძე, ლიზა ანჯაფარიძე, ლუკა ურუშაძე იყვნენ ჩვენი სტუმრები. ბავშვებო, ძალიან დიდი მადლობა და თქვენ გილოცავთ წინასწარ 1 ივნისს და დარწმუნებული ვარ, არაჩვეულებრივ დროს გაატარებთ ამ ლამაზ დღეს და ლამაზ დღესასწაულზე. თქვენ არ გადართოთ ზუსტად 5 წუთში დაგიბრუნდებით. იცით კარგად, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკაში 27 მაისს გაიმართა ისტორიული წიგნის პრეზენტაცია, რომლის ავტორები არიან ჩვენ ნათია მაზანაშვილი და ქალბატონი მზია ჭიჭიაშვილი და სწორედ ნათია მაზანაშვილისა და მზია ჭიჭიაშვილის თანხლებით დაგიბრუნდებით ზუსტად 5 წუთში. 5 წუთით რეკლამაზე გავიდეთ.